25 წელი როგორ დამთავრდება. საქართველოს ინფორმით დაამთავრებს თუ არა, აგერ ძალიან მეშინია თურქეთის სიმპტომის, ძალიან მეშინია, იმაზე მეტად მეშინია, ვიდრე არც მინდა დაჟე ვიფიქრო რა, საერთოდ ვიფიქრო არ მინდა თურქეთის სიტუაციაში, მაგრამ დღეს ამ წუთას არ ვიცი გვაქვს რომ მე კიდე თუ რასაკვირველია თავგანწირვის გარდა ეს ისტორიული მაგალითები თავარია ეს, მაგრამ ამ წუთას ეს სიტუაციას მე ვერ ვხედავ რომ აი ყველა თავგანწირვის მე შალვა ახლა მომისმინე ერთ რაღაცაზე შევთანხმდეთ რა, ერთ რაღაცაზე შევთანხმდეთ. მაშინ ქვეყანას ყავდა კურთხეული მეფე, ყველაზე კაი დემოკრატიული მმართველს შენ ჩემზე კარგად იცი, ყველაზე ცუდი მეფე გირჩევნოდეს. იმიტომ რომ ის იმას მაინც ფიქრობს, რომ მის შვილს, მის ძირს და მის მომავალს რა დაუტოვოს. ამათგან განსხვავებით, ეს ერთი. მე მეორე, ახლა რეალობას მივდგათ, ის იყო გიორგი ბრწყინვალე და ესა ნაცი და კოცი. არა, ხო, ნუ ახლა სიტუაცია ეს არის ივანიშვილი და ეს არის სააკაშვილი, რომელსაც ერთი ოფიციალურად არაა ქართული და მეორესაც კიდე თუ ქართული სისხლი აქვს, ძალიან მეეჭვება, იმიტომ არ შეიძლება შენ ქართული სისხლი გქონდეს. და შენი მოსახლეობა ჩააგდო აი ამ დღეში, რა დღეშიც არის დღეს ქართველიერი ჩავარდნილი. არ შეიძლება, ეს არ ხდება. იმიტომ რომ შენ თუ შენი ერი გიყვარს, მას ასე უსამართლობაში და უსინდისობაში არ აცხოვრებ. ეს ერთი. ეხლა მეორე. ახლა ჩვენ რო ვილაპარაკოთ იმ დროს და ამ დროს შორის განსხვავებაზე, გავიდა 700 წელიწადი. 700 წელიწადი. ბევრი უსინდისობა. მე ვამბობ ერთ რაღაცას. სახელმწიფო და სამართალიო. სახელმწიფო ცხუნებული მამაჩემი იყო იურისტი. მეუბნებოდა ამას შვილო. სახელმწიფო შეიქმნა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ქვეყანაში შეიქმნა სამართალი. ჩვენ ქვეყანაში სამართლის არსებობის ელემენტებიც კი არ არსებობს. ერთსაც აქვს წართმეული რეფერენდუმის უფლება, ყველაფრის უფლება. ამიტომ ხალხმა თავისი ხელით, მე მაქვს ასეთი შეხედულება, არ ვიცი ვცდები, შეიძლება შეცდომა, შეიძლება არა შეცდომა, შეიძლება დროიდან აცდენილია, მაგრამ ერთადერთი მიმაჩნია სწორად. როდესაც ქვეყანაში სამართალი არ არსებობს, როდესაც ყველა მკვლელი, ყველა მოღალატე, ყველა დაუსჯელად გულაობს ქვეყნის მთავარ ქუჩაზე, მიტინგებს აწყობენ, რუ აწყობდა იმას ძალადობის წინააღმდეგ აქციებს, ხო კარგად გვახსოვს და ხო აი ეს რა ქვია, ახლა აღარა მაქვს უკვე საუბარი ამ რომან შამათავაზე, რომელმაც ბიჭები მოკლა, თავში ტყვია დააჭერა, წყალში გადაყარა და 1000 რა. როდესაც ესეთი რაღაცები ხდება. მე მინდა უთხრა, არ ღირს ქართველი ერი არ შეიძლება მოატყუილოს. ცხობილი ზუსტად განსახურდი ამბობდა მაგას, არ შეიძლება ერის და საკუთარი თავის მოტყუება. ამაზე დიდი ცოდვა არაფერი არ არსებობს. მე ვეუბნები ქართველებს. ადრე თუ გვიან მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს გზა მაინც მოუწევს ქართველ ერს. თუ ქართველმა ერმა თავისი სამართალი, თავისივე ხელით არ აღადგინა ამ რეჟიმის, ნამდვილად რეჟიმის პირობებში. საქართველოში სამართალი არ აღდგენილა, არ აღდგება და არ იქნება მომავალში არაფერი. როდესაც მე მეუბნებიან, ეხლა აგვისტოს დღეები არის, ეს მძიმე დღეები, ვისაც მის თავზე არ გაუვლია არა მარტო 8 აგვისტო მთელი ის პერიოდი, რაც მომხდარა და როგორც დამთავრდა ეს ყველაფერი და ყველა ომის ლაჩარი, ყველა ომის მონაწილე ვირთხა, რომელიც გარბოდა ქვეყნიდან, დღეს რო პატრიოტიზმის იმგებს, რა ქვია, მიტინგებს გვიმართავს და ლექციებზე გველაპარაკება თუ რა არის სამშობლო და რუსეთი რო ოკუპანტია. თუ ამ ხალხმა ვერ შეიგნო, რომ იმაზე მეტი დიდი მტერი კავკასიონის ქედს გადაღმა, თუ ასე რომ ვთქვათ, პატარა კავკასიონის ქედს გადაღმა რო არის ყველაზე დიდი მტერი ზის თბილისში, ყველაზე დიდი მტერი ზის იქ, რომელსაც ჭირდება ქართველი ერიდან პასუხის გაცემა, მთელი ამ ხნის მანძილზე ჩადენილი ქართველი ერის მიმართ გენოციდის, როგორი ბრალდებაც წაუყენეს თავის დროზე ჩაუშესკუს. ერის მიმართ ჩატარებული გენოციდი. თუ ეს არ მოხდა, არ ეშველება საქართველოს არაფერი. ვიარსებებთ, ვიღანღალებთ, არ ვიცი, ამას თუ არსებობა ქვია, მე ამას ვერ ხედავ, იმიტომ რომ საქართველოში ქართულ კაცს არსებობის უფლება აქვს წართმეული, როგორც კანონის დონეზე. ხმის ამოღების უფლებაზე ზედმეტია ლაპარაკი. გადახვეწილი არის ქვეყნიდან და უარეს მდგომარეობაში არის უცხოეთში. მის მიწაზე არაა და ყველაფერს უფლებოთა აგერ ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი ყველაფერი. თუ ჩვენ ამ ყველაფრის ჩვენი ხელით დამკვიდრებას არ დავიწყებთ, საქართველოს არაფერი არ ეშველება. თუ ჩვენ ეს არ შეგვიძლია, შიშები ვართ, ველოდებით სხვა როდის აგვიდგენ სამართალს და ასე შემდეგ. ვეუბნებოდნენ ადრე ჩემი პერიოდის ცხონებულ მამაჩემს ვეუბნებოდნენ მაშინ, რომ აიო სვანეთშიო სისხლის აღების წესი არსებობდა, ხო?